დილამშვიდობისა. მინდა გითხრათ, რომ დილი და მიმყოფები ბოტანიკურ ბაღში, სადაც მიმდინარეობს სამზადისი, ყველაზე გემრიელი და ყველაზე ტკბილი ფესტივალისთვის. ხვალიდან 6 დეკემბრიდან შაბათ-კვირას ბოტანიკური ბაღის ღია სივრცეში გიმასპინძლებთ შოკოლადის საახალწლო ფესტივალზე. ფესტივალი არაერთ საინტერესო და სახალისო აქტივობას მოიცავს. მინდა გითხრათ, რომ ჩემთან ერთად იმყოფებიან გოგონები, რომლებიც უკვე ამზადებენ სივრცეს იმისთვის, რომ მიიღონ სტუმრები და ჩემთან ერთად ასევე არის სალომე დარახველიძე, რომელსაც თავის სტენდზე აქვს ძალიან ბევრი გემრიელობა. სალომე, დილამშვიდობის, ძალიან ლამაზია აქაურობა. მე ვიცი, რომ ეს ყველაფერი არის ხელნაკეთი და შოკოლადის საახალწლო ფესტივალზე ელოდებით არაერთ სტუმარს, მათ შორის პატარებს. რა დახვდებათ აქ მოსულ ბავშვებს და მოზრდილებს და ჩვენ შოკოლადის საახალწლო ფესტივალისთვის ვემზადებით მთელი წლის განმავლობაში და მთელი წლის განმავლობაში ვემზადებით ამისთვის. აქ წარმოდგენილი არის უამრავი ხელნაკეთი შოკოლადი და ყველა გემოვნების ადამიანისთვის იქნება. წარმოდგენილი გვაქვს შავი რძიანი და კარამელიანი შოკოლადიც კი. შოკოლადი არის სრულიად ხელნაკეთი. ჩვენი კომპანია არ იყენებს არანაირ დანადგარს შოკოლადის გასაკეთებლად და ველოდებით ყველა ასაკის ადამიანს განურჩევლად ყველაფრისა. ძალიან კარგი, ასევე ჩემთან ერთად შემოგვიერთდა სოფო მეტრეველი, რომელიც არის ეროვნული ბოტანიკური ბაღის პიარი. სოფო, დილამშვიდობის. მე ვისაუბრე უკვე, რომ ძალიან სახალისო აქტიური იქნება ხვალ და ზეგ ბოტანიკური ბაღი და კიდევ რას პირდებით აქ მოსულ საზოგადოებას? კი ბატონო, მივესალმები თქვენს მაყურებელს, დილამშვიდობისა. ხვალ და ზეგ ძალიან საახალწლო განწყობა დახვდებათ ჩვენთან საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, ვინც გვესტუმრება შოკოლადის საახალწლო ფესტივალზე, რომელიც უკვე 2018 წლიდან იმართება. დახვდებათ ბავშვებს სანტა, დღეს იქნება აქ ძირითადად სამუშაოები, ასე ვთქვათ, მონტაჟის და შემდეგ უკვე ერთიან სურათს ნამდვილად საახალწლო ჯადოსნურ სურათს მივიღებთ. გვექნება გათამაშებები, ხელნაკეთი შოკოლადების მრავალფეროვნება, რაც მთავარია, ნატურალური უსაფრთხო ბავშვებისთვის. გვექნება გვეყოლება ძალიან მხიარული წამყვანი, ბენდი, ბასტიბუბუს კონცერტით გაიხსნება ხვალ 6 დეკემბერს 14 საათზე ჩვენი ღონისძიება და გაგრძელდება საღამომდე, ასე რომ ველოდებით ყველას ბოტანიკურში, ვისაც უყვარს შოკოლადი, ვისაც უყვარს ახალი წლის განწყობის შექმნა და ზოგადად ბოტანიკური ბაღი. მე როგორც ვნახე, აქვე ასევე ემზადებით უკვე რომ აანთოთ საზეიმოდ ალბათ ნაძვის ხე და ესე ძალიან მნიშვნელოვანია რომ იცოდეთ, იმიტომ რომ ყველა ელოდება ხოლმე განსაკუთრებულად, როდის აინთება ხოლმე საშობაო ნაძვის ხე. სოფო, აქვე ხდება რაღაც სამზადისი. კი, ჩვენ გვექნება ვორქშოპები ასევე დავამატებ. მაგალითად იქნება თათარას მოდუღების მასტერკლასი, ხე ნიმუშის სახით გვაქვს წარმოდგენილი, უფრო პომპეზურად იქნება, რა თქმა უნდა, და მსურველებს შეეძლებათ ჩურჩხელების ამოვლებაში მიიღონ მონაწილეობა, თათარა იქნება ასევე შოკოლადიანი, ყველაფერი ძირითადად იქნება წარმოდგენილი შოკოლადით. გვექნება ასევე საინფორმაციო ინსტალაცია, შემეცნებითი, სადაც ასახული იქნება შოკოლადის ისტორია, შოკოლადის წარმოშობის ისტორია, რა სახით იყო თავდაპირველად წარმოდგენილი და მოკლედ ბევრ საინტერესო ინფორმაციას გაიგებენ დამთვალიერებლები შოკოლადის ფესტივალზე, ვინც გვესტუმრება ხვალ და ზეგ. მე მგონი რაღაც საინტერესოს ვამზადებთ და თუ გვეტყვით ორი სიტყვით რა ხდება? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ჩვენ ხვალ გვექნება შოკოლადიანი ჩურჩხელები, ანუ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ტრადიციულ თათარაში ვამატებთ შავ შოკოლადს და შემდეგ უკვე ამოვავლებთ ჩურჩხელებს. მოგეხსენებათ, ჩურჩხელები ისედაც გვიყვარს დიდებს და ბავშვებს, მაგრამ შოკოლადიანი ჩურჩხელა განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს. ჩვენ უკვე მესამე წელია ვამზადებთ ამ ჩურჩხელას სპეციალურად შოკოლადის ფესტივალისთვის. ანუ ახლა სათარა მზად არის, უკვე შოკოლადი ჩაყრილი არის და როგორც მივხვდი, ნიგოზი უნდა ამოვავლებ. ბატონო, ხა გავხსნი კარგად ცოტა შოკოლადს და ამოვავლებ ერთ წელს. მე მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ 6 და 7 დეკემბერს შეგიძლიათ მოხვიდეთ ბოტანიკურ ბაღში. მართლაც საოცარი ფესტივალი დაგხვდებათ აქ, ძალიან გემრიელი, ძალიან ტკბილი, იქნება სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის სახალისო შემეცნებითი აინთება საშობაო ნაძვის ხე და ძალიან ბევრ გემრიელობას ნახავთ. როგორც უკვე გითხარით, შოკოლადები არის ძირითადად უმეტესობა უფრო სწორად იქნება ხელნაკეთი, რომელსაც ხედავთ, რომ ძალიან ლამაზია
ლამაზი არის, სხვადასხვა სახეობის არის და ეჭვი არ მეპარება, რომ ძალიან გემრიელია. აი, აგერ შეგიძლიათ ნახოთ კიდევ რამდენად ლამაზი დიზაინით არის თითოეული შექმნილი და როგორც უკვე ვთქვით, ამოვავლებთ უკვე ჩურჩხელას. ეხლა კადრში გაჩვენებთ ძალიან გემრიელად და მადი საღმძრელად გამოიყურება. ტრადიციული გათანამედროვებული ჩურჩხელა გვექნება. შეგვიძლია რომ ჩვენ ვსადოთ. კი ბატონო. წამით ეცას გამოგებთ. აი ესე, ანუ როცა მოათავსებთ, აი უცებ უნდა ამოიღო, მე მგონი, ხო ესეა? და ეს ერთი სიჩქარე თუ ამოიღო, რომ ერთნაირად გამოყვეს თვითონ მას. მე მგონი ძალიან ლამაზია და ძალიან გემრიელი ეჭვი არ მეპარება. ზოგადად კიდე გააკეთეთ. შეგვიძლია რომ ერთი ცალი კიდე ვცადოთ. თვითონ გააკეთოთ. ერთი ცალი აიღოთ. აი ესე ჩავაწოვთ. კი, ერთი წამით ესე დავფაროთ ხელმოშით, კარგად. და როგორც მასწავლა, უკვე უცებ ერთიანად უნდა ამოვიღოთ, რომ მივიღოთ ლამაზი. ერთი წუთით ერთნაირი სიჩქარით, ანუ ცოტა ნელა და ნელა გამოყვება თვითონ ფენამში. ხა წამოიღე. აი ეს ისე კაია. მე მგონი პირველ ჯერზე არა უშავს კარგი გამომივიდა. მე ჩემს მაყურებელს დავემშვიდობები და არ გამოტოვოთ შანსი, რომ ეწვიოთ ამ საოცარ ფესტივალს 6 და 7 დეკემბერს გელოდებით ყველას ბოტანიკურ ბაღში.